13 იანვრის ღამე საქართველოში ძველით ახალი წელი დგება. ძველით ახალ წელს გურიაში კალანდობას უწოდებენ. ამ დღესასწაულს ოჯახებში ტრადიციულად ჩიჩილაკით, საცივით და გოზინაღით ხვდებიან მეგატივის ჟურნალისტები დღეს მოქალაქეების განწყობით და ინტერესდნენ, როგორ ხვდებიან ქუთაისელები ძველით ახალ წელს, როგორია მათი სურვილები და მოლოდინები. ნახეთ მასალა. ხვდებით, რაც საქართველოში დაწესებულია დიდი ხანი არის მეორე ახალი წელი, ძველით ახალი წელი, სიხარული ჯანმრთელობით და ყველაფერს კარგს უსულებ პირებს საქართველოს. ტრადიცია არის, რომ ამ ახალ წელსაც უნდა იქნეს ღორის თავი, მაგიდაზე ჩურჩხელები ბევრი, ტკბილეული ბევრი და ასე შემდეგ. რა სისურვებით თქვენთვის და ქვეყნის? ვისურვებდი ჯერ ერთი ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მე მთელი საქართველოს ახალგაზრდები იქნება თუ ასაკში შესული ხალხი, ყველა იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული და ცხოვრობდეთ ბედნიერ საქართველოში. რა იქნება თქვენი სურვილი? სურვილი იქნება ყველაზე მეტად, რომ საქართველოს დაწყნარებული იყოს, ეს არის ყველა სურვილი ალბათ. ალბათ ასე იქნება ყველაფერი. გოჭი შეძენა თუ მოახერხეთ? გოჭი შეძენა, ბატონო, უფროსი ახლა თქვენ უკან დგას, გეიგე და მაგის საშუალებას არ მაძლევს. არ არის კარგი ცხოვრება, მოსული. დაღუპულია საქართველო. რა ვქნათ? მე მინდა მშვიდობა რო იქნას საქართველოში. გაიგე? ესაა ჩვენი მომავალი შვილებისთვის კარგი ცხოვრება რო დადგეს და იცხოვრონ საქართველოში ნორმალურად ჩვენმა მომავალმა თაობა. როგორი არის ვაჭრობა? წინა წელთან შედარებით მომატებული არის? რა ის მომატებულია? დედა საქართველოს დაიცალა, ხალხი არევინ არა, ყიდველი აღარევინ არა და ვინ იყიდის რამეს? წავიდა ყველა ევროპაში. აბა? დავაბრუნოთ ის ხალხი და მე ვიყვანოთ. დავიყენოთ ჩვენს გვერდში, აგერ და იყო ჩვენ გვერდში, მაგრამ დააყენონ ისეთი ცხოვრება, რომ ის ახალგაზრდები მოიყვანონ და იცხოვრონ ნორმალურად საქართველოში. გაზღობა რაფერია ვიზეთ და კაია, ხალისია, ქართულია, ჯიგრულია, მაგრამ ხალხის გაქცევა ამ ქვეყნიდან არ მინდა. გამთავრდა არა, ხალისია. რა იქნება წელს თქვენი სურვილი? ჩემი სურვილი რა იქნება და იბაღნები რომ წევიდა, ჩემი შვილები, ჩემი ქალი წასულია, დაბრუნდეს ყველა საქართველოში. ისე უნდა შეიქნეს. მასალაში რა, ისე უნდა იყოს აწყობილი საქმე აქ, ანუ ერთმანეთს კი უნდა დავჭამდეთ. ყველას უნდა თანაბარი ცხოვრების საშუალება. ლუკვაპური ყველას უნდა ქონდეს. ერთი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, პოლიტიკა არ მიიღოს. არც ბიზნესა, არც ბიზნესზე ლაპარაკი არა, საერთოდ. რომ მოვა კიდე სპონსორობა სიტყვაზე, უნდა იყოს ყველა ხალხის twin. მე ყველაფერი ვთქვი. სოფელს რუკასი დატოვებდა, ქალაქს და ქუთაისს დატოვებდა. მოვიყვანოთ ის ასული ხალხი, დავაბრუნოთ. შეიძლება, უნდა იყოს ჩვენ მთავრობამ შეუქმნას პირობები ისე, რომ დაბრუნდეს ის ასული ხალხი და იყოს ჩვენში. აბა რა ვქნათ? მეტი რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? მშვიდობა იყოს და დაბრუნდეს ისე პირობები შეუქმნას. რომ დაბრუნდეს რა ქნა? რითი იცხოვრონ დედა, რა გააკეთე? ყველაფერი ვნახე. მე ციხეში მუშაობდი 20 წელიწადი. აბა ასე უბრალოდ კალი კი არ ვიყავ. ახლა ჯოდია მოდი აგე. შეერთე ლავანაში. არ ნუგეშინე ვაი არ გზარგეთ. არა, არ ნუგეშინე. ამასე მეტი ჭკვიანი სოფლიოში ადამიანის არ იქნება ეგირი. აუქნადე. მეწოდება ახალგაზრდები. ყველაფერი გაასწორე იქიდან თქვით ეს. არა, ეგ საჩვენე ჯოდია. ჯოდიას რა? ჯოდია რა, აი ჩემი ქუთაისი ამას ისოს, მაგრამ მე ჯოდიას ორჯერ ლუკვაპური ვაჭამე და დაიმახსოვრე ამან. აბა მოდი და ნახო, შვილეს ვისაო. ამისანი ადამიანები და ფერი ჭკვიანი. რო გაგვექცევა ქათამია თუ გუჭი მოყავს. ჯოდია. იკეს დედა. მე დავარქვი ჯოდია. კანა მუშაობ 72 წლის ვარ, 30 წელიწადი აქ მუშაობ. არა? ადრე კი იყო კიდევ ახლა არ არის. იმიტომ რომ ფული არა ახავს და რა ქნას ხალხმა. ხალხი რო წევიდა, იგის ფული, არა? ხალხი წევიდა, რა უნდა ახლა? ზორე აგზანიენ იგეი და იმიდან რომ დამოკიდებული ჩვენ. ისე ვარ მე. ფასები როგორი არის წინა წელთან შედარებით? ფასები გაძნილია. ძალიან მაღალია, იმიტომ რომ 200 ლარა ხალი მე ვიყვანებ და ჩვენში რო დაჭერს, ახლა გოჩუ და 200 ლარი. ყველა რა უნდა ახლა? გავალევ თავი. აბა ტრადიცია თუ გაქვს რაიმე წინა საახალწლო? აი? საახალწლო ტრადიცია ძველით ახალი წლისთვის, რაიმე სუფრა როგორია თქვენ? სუფრა რა, მამალი დავყალი. გოჩის გორის თავი მაგ. ესე იგი, ინდოური მოვხარჩე, ხაჭაპურას ვაკეთებ და სიო, მეტი რა უნდა ახლა, მე ოჯახი.